ამერიკა აზერბაიჯანს და სომხეთს ზანგეზურის დერეფნის მართვას თავაზობს. Ამ ინფორმაციას ავრცელებს მიდლჯდაი თურქეთში შეერთებული შტატების ელჩზე ტომას ბარაკზე დაყრდნობით, რომელმაც ეს წინადადება რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის საკუთარ თავზე აიღებს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დაგეგმილი სატრანსპორტო დერეფნის კონტროლს და ამით ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების წინსვლას. მართალია მარტში სომხეთმა და აზერბაიჯანმა კონსენსუსს მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, მაგრამ ბაქო განაგრძობს რამდენიმე დამატებითი პირობის მოთხოვნას, ვიდრე შეთანხმებას ხელს ოფიციალურად მოაწერს. აზერბაიჯანი ითხოვს, რომ ერევანმა საკუთარი კონსტიტუციიდან იქ ნახსენები აზერბაიჯანის ტერიტორია ამოშალოს. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს თავის ყოფილ ანკლავთან, ნახჭევანთან სომხეთის გავლით დააკავშირებდა. სომხეთი უარს ამბობს ტერმინის ზანგეზურის დერეფნის გამოყენებაზე და ამტკიცებს, რომ მას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ოკუპირებული მიწის ელფერი დაკრავს და ცნობილია როგორც სიუნიქის ოლქი. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დერეფანი სრულად სომხეთის კონტროლქვეშ არ უნდა იყოს, რადგან არ ენდობა ერევანს, რომ ის ბაქოს ამ ტერიტორიაზე წვდომას დაუბრკოლებლად მისცემს. ანალოგიურად სომხეთი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მარშრუტზე კონტროლი რომელიმე მესამე მხარემ მოიპოვოს. გამოცემა წერს, რომ ეს 32 კილომეტრიანი დერეფანი სერიოზულ პრობლემად იქცა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მყარი მშვიდობის მიღწევის გზაზე. ისინი დავობენ 32 კილომეტრიან გზაზე, მაგრამ ეს ტრივიალური საკითხია. ეს 10 წლეულებია გრძელდება, უთხრა ელჩმა ბარაკმა ჟურნალისტებს. ახლა კი ხდება ის, რომ ამერიკა ერევა და ამბობს, კარგი, ჩვენ ავიღებთ ამას ჩვენ თავზე. გადმოგვეცით ეს 32 კილომეტრიანი გზა, 100 წლიანი იჯარი და თქვენ ყველანი ისარგებლებთ ამ მარშრუტით ერთდროულად, განაცხადა დიპლომატმა. Financial Times წერს, რომ კიევმა ოდესის პორტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალი ამერიკელ ინვესტორებს გადასცა. ოდესის ერთ-ერთი უმსხვილ პორტს Olympex ახლა ამერიკელი საინვესტიციო ფონდები Argement Creek Partners-ი და Innovate Capital Partners-ი აკონტროლებენ. Financial Times-ის ინფორმაციით, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ზელენსკის ოფისმა შეასრულა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს იმას, რომ დასავლელ ინვესტორებს უკრაინელი მეწარმეების ქონება მიეღოთ. ტერმინალის გადაცემის ფორმალური მიზეზი გახდა ბალი 95 მილიონი დოლარის ოდენობით და მარცვლეულის გირაოსთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებები. ტერმინალის ერთ-ერთი მფლობელის მეწარმე ვლადიმერ ნაუმენკოს დაპატიმრების შემდეგ უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საპორტო ინფრასტრუქტურა ამერიკელებს განსაკუთრებული ყოყმანის გარეშე გადასცა. ტერმინალის ყოფილი მფლობელები ჯგუფ GNT-ის წევრები ამტკიცებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ საქმე ხელისუფლების ბრძანებით გაყალბდა. GNT-ის ყველანაირ კანონდარღვევას უარყოფს და Argement Creek-ის კრედიტების გამოყენებით ტერმინალის ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებს. აპრილში უკრაინის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებები და გზა გაუხსნა ამერიკელ ფონდებს კომპანიაზე კონტროლისკენ. ამასთანავე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამტკიცებს, რომ უკრაინელი მეწარმეების მიერ ობიექტის ამერიკული მხარისთვის გადაცემა ქვეყანაში კანონის უზენაესობის არსებობაზე მიუთითებს. ჩვენი როლი ამ საქმეში იყო მხოლოდ მაკოორდინირებელი, ჩვენ შესაბამისი ორგანოების ყურადღება მივიყვარით. ეს საქმე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა, განაცხადა ერმაკმა. ეს ფაქტი ერთგვარი ტესტი იქნება იმაში დასარწმუნებლად, შეუძლია თუ არა კიევს ომის მეოთხე წელს მიიზიდეს ინვესტორები ეკონომიკის აღსადგენად, წერს გამოცემა. დონალდ ტრამპის თქმით, მან შესაძლოა გაუქმოს მოქალაქეობა მის აქტიურ კრიტიკოსს წელიწამყვან როზი ოდენელს, რომელმაც არჩევნებში ტრამპის გამარჯვების გამო ამერიკა დატოვა. იმის გამო, რომ როზი ოდენელი არ პასუხობს ჩვენი დიადი ქვეყნის ინტერესებს. მე სერიოზულად ვფიქრობ, მას მოქალაქეობა ჩამოვართვა. ის საფრთხეა კაცობრიობისთვის და უნდა დარჩეს შესანიშნავ ირლანდიაში, თუ კი იქ ვინმე სჭირდება. ღმერთო დალოცე ამერიკა, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ტრამპის და ოდენელის მტრობა ბევრი წლის წინ დაიწყო. 2006 წელს ტელეწამყვანას საჯაროდ დაადანაშაულა ტრამპი ცოლების ღალატსა და ამორალურ ქცევაში. ტრამპმა ის უპასუხოდ არ დატოვა და მას ცხიმიანი ღორი და ცხოველი უწოდა.
თუმცა პრეზიდენტის ხელახლა გაღიზიანების მიზეზი დიდი ალბათობით ოდონელის ბოლოდროინდელი კომენტარები გახდა ტეხასში ამოქმედებულ სიახლეებზე. ირლანდიაში მყოფმა ტელეწამყვანმა მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკელები და პირადად ტრამპი იმის გამო, რომ ისინი შტატში სტიქიის შედეგებს და საგანგებო მდგომარეობას ვერ უმკლავდებიან. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების კანონების თანახმად მხოლოდ შეძენილი მოქალაქეობის გაუქმება შეიძლება და ისიც ზოგ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით. ოდონელი კი, რომლის დედაც ამერიკელია, შეერთებულ შტატებში დაიბადა და ქვეყნის მოქალაქეობა დაბადების უფლებით აქვს მიღებული. გერმანიის პარლამენტის დეპუტატს პარტია მწვანეების წევრ სიბორა ზეიდლიც მიაჩნია, რომ სამყაროში 42 სქესი არსებობს, კაც კი ბავშვის გაჩენა თავისუფლად შეუძლია. პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის კითხვაზე, თუ რამდენი სქესი არსებობს და შეუძლია თუ არა კაცებს ბავშვების გაჩენა, დეპუტატმა უპასუხა, რომ არსებობს 42 სქესი. ვეჭვობდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით, ამიტომ იშვიათად ვპასუხობ თქვენი პარტიის შეკითხვებს. რაც შეეხება მეორე კითხვაზე პასუხს ის საერთოდ მწყობრიდან გამოგიყვანთ. დიახ, თეორიულად კაცს შეუძლია ნაყოფის დარება მუცლის სერიოზულ გარში. პრობლემა ისაა, რომ მუცლის ეს გარსი სისხლით ისე კარგად ვერ მარაგდება, როგორც პლაცენტა. სისხლის არასაკმარისი მომარაგების შემთხვევაში ბავშვი დიდი ალბათობით ვერ იცოცხლებს. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში მისი გამოცდა არ ღირს, განაცხადა სიბორა ზეიდლიცმა. პაվել დუროვის თქმით, საფრანგეთში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა იწყება. რუსმა მილიარდელმა პროგრამისტმა და ტელეგრამის დამფუძნებელმა ასე შეაფასა ახალი ამბავი, რომლის თანახმად საფრანგეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა კომპანია X-ზე. ფრანგმა ბიუროკრატებმა ჯვაროსნული ომი გამოუცხადეს სიტყვის თავისუფლებას და ტექნოლოგიურ პროგრესს. სისხლის სამართლის საქმეების აღზრა, ნაცვლად რეგულირების მკაფიო წესების დანერგვისა ინტერნეტ კომპანიებისთვის დააფრთხობს ინვესტორებს და 10 წლეულებით დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, განაცხადა დუროვმა. Daily Telegraph წერს, რომ ტრამპმა უკრაინას მკაფიოდ გააგებინა, რომ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მოიცავს ტერიტორიების დაკარგვას ქვეყნის აღმოსავლეთით. გამოცემა წერს, რომ რუსეთი აქტიურად მიიწევს წინ ლუგანსკსა და დონეცკში, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში. თეთრი სახლი კი მიუთითებს კიევს, რომ ამერიკის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ამ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას. გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს ასევე, რომ ევროკავშირში შიშობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი შესაძლოა შეეცადოს ამგვარი შეთანხმების მიღწევას უკრაინის დათანხმების გარეშე და არ მიაქციოს ყურადღება არა მხოლოდ კიევის, არამედ ბრიუსელის წინააღმდეგობასაც. ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო გიგანტი კომპანია BlackRock ფაქტობრივად გადის უკრაინის აღდგენის პროექტიდან. ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული კონფერენციის წინ რომში. სწორედ ეს კომპანია უნდა გამხდარიყო მასშტაბური მარშალის გეგმის ანალოგიური.